სხვა ქვეყნებთან შედარებით, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა, ცნობილი როგორც ჩრდილოეთ კორეა, ალბათ ყველაზე იდუმალებით მოცული ქვეყანაა. გამომდინარე იქიდან, რომ აქ კიმ ჩენ ინის დიქტატორული მმართველობა მოქმედებს, ამ ქვეყნის წესები ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია მთელს მსოფლიოში. ამ ეპიზოდში იმ წესების შესახებ მოგიყვებით, რომლებსაც მხოლოდ ჩრდილოეთ კორეაში შეხვდებით. ალბათ ყველას ერთხელ მაინც დაგვძინებია ისეთ სიტუაციაში, სადაც ძილი არ შეიძლება. მაგალითად, საკლასო ოთახში გაკვეთილების მსვლელობის დროს. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქციელის გამო შესაძლოა შენიშვნა მივიღოთ, ალბათ ვერავინ წარმოიდგენს იმას, რომ უადგილო ძილისთვის ადამიანის სიკვდილით დასჯაა შესაძლებელი. 2015 წელს თავდაცვის მინისტრი ჰონიან ჩოლის სიკვდილით დასაჯეს მას შემდეგ, რაც მას სამხედრო შეხვედრის დროს ჩაეძინა. სასჯელის სისრულეში ქალაქის ერთ-ერთ მოედანზე მოიყვანეს, რადგანაც ყველას დაენახა, რომ ქვეყანაში უპატივცემულობა დაუშვებელია. გარდა ამისა, ერთი წლის შემდეგ 2016 წელს განათლების მინისტრი კიმ იენ ჯინი ასობით ადამიანის თანდასწრებით დასაჯეს იმის გამო, რომ ის პარტიული შეხვედრის დროს საკმარისად წელში გამართული არ იდგა. უამრავი მოქალაქისთვის ველოსიპედი გადაადგილების შეუცვლელი საშუალებაა, მაგრამ ჩრდილოეთ კორეაში გარკვეული დროის განმავლობაში მათი გამოყენება აკრძალული იყო. მეზობელი ჩინეთისგან განსხვავებით, სადაც ფეხით სიარული ბუნებრივად ჩანაცვლა ველოსიპედი თან ავტომობილით, ჩრდილოეთ კორეა სურდა, რომ მის მოსახლეობას მხოლოდ ავტომობილები გამოეყენებინა. მაგრამ 1991 წელს ქვეყნის ეკონომიკა სრულიად ჩამოიქცა და კორეელებს არათუ ავტომობილები საკვების შეძენის თანხაც კი აღარ ჰქონდათ. ამიტომაც 1992 წელს ეს კანონი გააუქმეს. მიუხედავად ამისა, 1995 წელს მთავრობამ კალებს ველოსიპედით სიარული აუკრძალა. მათი განმარტებით, ველოსიპედზე მჯდომი ქალი ზედმეტად გამომწვევად გამოიყურებოდა და შესაბამისად ის საზოგადოების მორალისთვის საზიანო იყო. გარდა ამისა, მათი მტკიცებით ქალებს მანქანის მართვა გენეტიკურად არ შეუძლიათ და ისინი საჭესთან საკმაოდ საშიშნი არიან. ალბათ დამეთანხმებით, რომ ჯინსის შარვლები უამრავი ადამიანის ყოველდღიურობის ნაწილია, მაგრამ ჩრდილოეთ კორეაში მათი ჩაცმა აკრძალულია. 2020 წლის დასაწყისიდან კიმ ჩენ ინმა დასავლეთის გავლენის შესუსტება გადაწყვიტა და მოქმედება ჯინსების აკრძალვით დაიწყო. საინტერესოა, თუ რაში სჭირდება მას ამ გავლენების შესუსტება. ყველაფერი 1945 წელს იწყება, როდესაც კორეა ორ ნაწილად გაიყო. იმ პერიოდში სამხრეთ ნაწილს ამერიკის მხარდაჭერა ჰქონდა და ის ჩრდილოეთ რეგიონს ეომებოდა, რომელსაც ამ დროს საბჭოთა კავშირი აკონტროლებდა. გაყოფის შემდეგ ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობა დასავლეთის ქვეყნებისა და ამერიკისადმი ზიზღს უძლიერებდნენ და შესაბამისად ყველაფერი რაც მათ უკავშირდებოდა მტრულ განწყობას იწვევდა. ჯინსის გარდა ჩრდილოეთ კორეაში მცხოვრებ ქალებს ნებისმიერი მატერიის შარვლის ჩაცმა ეკრძალებათ. ეს კანონი დღესაც მოქმედებს, მაგრამ მისი სრულიად დაცვა თითქმის შეუძლებელია ქვეყანაში, რომლის მოსახლეობაც 26 მილიონი ადამიანია. თუ შეამჩნევენ ქალს, რომელსაც შარვალი აცვია, ახალგაზრდული პატრიოტული ლიგის წევრი ვალდებულია დაკითხოს იგი და შემდეგ მას ჩადენილი დანაშაული აღიარებინოს. ამ ლიგის წევრებს ყველაფერთან ერთად ხმის გამაძლიერებლებთან წვდომაც აქვთ და მათი მეშვეობით ისინი მოსახლეობას ქალის სახელს, საცხოვრებელსა და სამუშაო ადგილის მისამართს ატყობინებენ. როგორ ფიქრობთ, რომელი კანონია მეტად სულელური? დაწერეთ თქვენი ვერსიები კომენტარებში. დასავლეთის ქვეყნებში ვარცხნილობა საკუთარი თავის გამოხატვის ერთ-ერთი საშუალებაა. ზოგიერთი იროკეს, ნათელ ლურჯფერს ან სხვა ვარიანტებს ირჩევს, მაგრამ ჩრდილოეთ კორეაში განსხვავებული ვარცხნილობა აკრძალულია. 2013 წელს სახელმწიფომ ვარცხნილობის 28 ტიპი წარადგინა. აქედან 10 მამაკაცებისთვის, ხოლო 18 ქალებისთვისაა განკუთვნილი. მამაკაცებისთვის აიკრძალა ვარცხნილობა, რომლის სიგრძეც 5 სანტიმეტრზე მეტია. ისინი ვალდებულნი არიან თმა ყოველ 15 დღეში ერთხელ მაინც შეიჯრან. ქალებისთვის ნებადართულია მოკლეთმა იმ შემთხვევაში, თუ ისინი ქორწინებაში იმყოფებიან. ხოლო გრძელითმა, რომელიც ამერიკის 80-იანი წლების ვარცხნილობას გავს, მარტოხელა ქალებისთვისაა დაშვებული. ჩვენი პლანეტის მოსახლეობის საერთო რაოდენობა 8 მილიარდს შეადგენს და რა თქმა უნდა, მათ შორის არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც ერთი და იგივე სახელი და გვარი აქვთ. მაგრამ კიმ ჩენ ინმა გადაწყვიტა, რომ მისი სახელი უნიკალურია და კორეელებს მათი გამოყენება აუკრძალა. ყველას, ვისაც ჩენ ინი ერქვა, 2011 წელს სახელი სრული ცვლილება მოუწია. ცოტა ხნის წინ მან მსგავსი კანონი საკუთარი შვილის კიმ ჯუესთვისაც შემოიღო. მიუხედავად იმისა, რომ უცნობია, თუ რამდენმა ადამიანმა შეიცვალა საკუთარი სახელი, ჩენ ინი საკმაოდ გავრცელებული იყო ჩრდილოეთ კორეაში. მობილური ტელეფონების წყალობით თითქმის მთელი მსოფლიოს მასშტაბით დარეკვაა შესაძლებელი, მაგრამ ჩრდილოეთ კორეაში არის განხორციელება საკმაოდ რთული პროცესია. ამ ქვეყანაში პოპულარული მობილური ოპერატორი კორეო ლინკი ყველა საერთაშორისო ზარს ფლუკავს. საზღვრებზე განთავსებულია სპეციალური ჩამხშობი მოწყობილობები და გარდა ამისა, ნებისმიერი საკომუნიკაციო საშუალება მკაცრად კონტროლდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობის 80%-ს მობილური ტელეფონი აქვს, მხოლოდ ერთი საერთაშორისო ზარის განხორციელება საკმარისია, რათა ადამიანს სასიკვდილო განაჩენი გამოუწვიოს.
გაუტანონ. ჩრდილოეთ კორეის მთავრობა ბლოკავს და კრძალავს ინფორმაციის გავრცელებას, რადგანაც თავიდან აირიდოს გარეგანი გავლენა. მთავრობის ნებართვის გარეშე ნებისმიერი სახის კონტაქტი გარე სამყაროსთან აკრძალულია. მათ ეშინიათ, რომ სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ხალხთან კომუნიკაცია ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობას დაეხმარება იმის აღქმაში, თუ რამდენად არა ადამიანურ პირობებში ცხოვრობენ ისინი რეალურად. ამ შემთხვევაში არსებობს რისკი იმისა, რომ ყოველდღიური პროპაგანდით გამოწვეული მრავალწლიანი ტვინის გამორიცხვა უშედეგო აღმოჩნდება, რის შემდეგაც ადამიანები ქვეყნიდან გაქცევას ან მასობრივ აქციებს გამართავენ რეჟიმის დასასრულებლად. 2014 წელს მამაკაცი, რომელმაც ფარულად სამხრეთ კორეაში გაქცეულ ოჯახს დაურეკა, სიკვდილით დასაჯეს. მან მობილურის დამალვა ვერ მოასწრო, ხოლო მთავრობამ მალევე შეძლო მისი ადგილმდებარეობის დადგენა. ყველაზე გიჟური კანონებიდან, რომლებიც ჩრდილოეთ კორეის მთავრობამ მიიღო, ეს კანონი ყველაზე უცნაურად მოგეჩვენებათ. კიმ ჩენ ინმა ყოველი წლის 8 ივლისს სიცილი აკრძალა. ეს თარიღი ყველასთვის მნიშვნელოვანია, რადგანაც ამ დღეს ქვეყნის ყოფილი ლიდერი კიმ ირ სენი გარდაიცვალა. 8 ივლისს მოსახლეობას სიცილის გარდა ხმამაღალი საუბარი, ცეკვა და ალკოჰოლის დალევა ეკრძალებათ. გარდა ამისა, დაუშვებელია ნებისმიერი სახის ღონისძიება. კანონდარღვევისთვის საშელი შრომით ბანაკში გაგზავნა, ან სიკვდილით დასჯა. უკანასკნელ წლებში ყველაფერი უფრო მეტად გართულდა. 2021 წელს ხელისუფლებამ სიცილით 11 დღით აკრძალა. ეს კანონი კიმ ჩენ ირის გარდაცვალების 10 წლის თავს უკავშირდება, რომელიც კიმ ჩენ ინის მამა და მისი წინამორბედი იყო. დღეისათვის ჩვენი ცხოვრება ინტერნეტის გარეშე წარმოუდგენელია. მოსახლეობის 65%-ზე მეტს მასზე წვდომა აქვს და საერთო ჯამში ინტერნეტით 5 მილიარდზე მეტი ადამიანი სარგებლობს. ჩრდილოეთ კორეაში ჩვეულებრივი ინტერნეტის ნაცვლად ინტრანეტი აქვთ. 2014 წლის მონაცემებით მასში 5400 საიტი იყო განთავსებული. რა თქმა უნდა, ამ საიტებზე განხორციელებული ნებისმიერი სახის აქტივობა მკაცრად კონტროლდება. ზოგიერთ მაღალჩინოსანს ინტერნეტთან წვდომა აქვს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ რეჟიმი მნიშვნელოვან ინფორმაციას მალავს, ეს წვდომაც საკმაოდ შეზღუდულია. რომ ბოლო წლებში ჩრდილოეთ კორეელებმა უფრო მეტი საიტი შექმნეს, მაგრამ 2 მილიარდ საიტთან შედარებით, რომლებიც გლობალურ ქსელშია განთავსებული, მათი რაოდენობა საკმაოდ მიზერულია. გახსოვთ, რომელ პროფესიაზე ოცნებობდით ბავშვობაში? კოსმონავტი, ბალერინა, ან იქნებ იუთუბერი. სამწუხაროდ, ჩრდილოეთ კორეაში მცხოვრებ ბავშვებს ამ საკითხზე ოცნება არ უწევთ, რადგანაც მათთვის შესაბამის პროფესიას სახელმწიფო ადგენს. რესურსების კონტროლის შესანარჩუნებლად მთავრობა იკვლევს იმას, თუ რამდენი ადამიანია საჭირო პროვინციის თითოეულ ინდუსტრიაში და მათ მხოლოდ ამის შემდეგ ასაქმებს. როდესაც ახალგაზრდები სკოლას ამთავრებენ, ხელისუფლება მათ სხვადასხვა სფეროში ანაწილებს. ამ ქვეყანაში არავის აინტერესებს, თუ რა სურს მის მოსახლეობას. სამსახურის დაწყების შემდეგ მისი შეცვლა თითქმის შეუძლებელია. მაგალითისთვის, კიმ ჩენ ირის მმართველობის დროს ერთ-ერთ პროვინციაში, სადაც კარტოფილის მოსაყვანად იდეალური პირობები იყო, ათასობით ადამიანი გადაასახლეს, რათა მათ დარჩენილი სიცოცხლე მიწათმოქმედებისთვის დაეთმოთ. ამ ადამიანებმა იციან, რომ დიდი ალბათობით მათი შვილებიც იგივე საქმით იქნებიან დაკავებულნი. დასავლეთის ქვეყნებში რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, მაგრამ ჩრდილოეთ კორეაში ყველაფერი სხვანაირადაა. 2014 წელს ამერიკის მოქალაქეს 5 თვიანი პატიმრობა შეუფარდეს მას შემდეგ, რაც მისი სასტუმროს ნომერში ბიბლია აღმოაჩინეს. ასეთი მკაცრი წესები დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ ჩრდილოეთ კორეა ათეისტური ქვეყანაა და მოსახლეობის 70% არანაირ რელიგიას არ აღიარებს. მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქში ტაძრებსაც შეხვდებით, მათ მთლიანად აკონტროლებს სახელმწიფო. ტურისტების თქმით, ამ ტაძრებში ძირითადად სახელმწიფოებრივი პროპაგანდას და ცრუ-მორწმუნეებს შეხვდებით. ჩრდილოეთ კორეელებისთვის ქრისტიანობა აკრძალულია, რადგანაც უმაღლესი ძალისა და მხსნელის ფიგურისადმი რწმენა მართლ რეჟიმთან წინააღმდეგობაში მოდის. ჩრდილოეთ კორეაში მხოლოდ კიმების დინასტიისადმი რწმენაა დაშვებული. 2023 წელს მცირეწლოვან შვილთან ერთად დააპატიმრეს ოჯახი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი სახლში ბიბლიას ინახავდნენ. სხვადასხვა ინფორმაციის თანახმად, ოჯახის ყველა წევრს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ითვლება, რომ მიღბალი შესაძლოა ბევრმა რამემ მოგვიტანოს. ეს შეიძლება იყოს სიმბოლო, რიცხვი, ან საერთოდაც ლოცვა. ჩრდილოეთ კორეაში იღბალი ტყუპ ბავშვებს მოაქვთ. ქვეყანაში ტყუპები არა მხოლოდ შობადობის დაბალი მაჩვენებლის გამო, არამედ იმის გამოც უყვართ, რომ ისინი იღბლისა და კეთილგანწყობის მომტანი არიან. ამიტომაც, როდესაც ტყუპები იბადებიან, ისინი ავტომატურად გადადიან სახელმწიფოს მზრუნველ ხელებში. ბედნიერი მშობელი დედაქალაქში გადაჰყავთ, სადაც ის მუდმივი ყურადღების ქვეშაა. ამის შემდეგ სახელმწიფო მშობლებს ბავშვების სანაცვლოდ ძვირფას საჩუქრებს ურიგებს. ოქროს ბეჭედი გოგონების ხოლო ვერცხლისდანა ბიჭების დაბადების შემთხვევაში. ბავშვები მშობლებთან 4 წლის ასაკში ბრუნდებიან. მანამდე კი სახელმწიფოს მიერ შექმნილ სპეციალურ დაწესებულებებში იზრდებიან. ტყუპებს ენიჭებათ უფლება მიაღწიონ წარმატებას, გამდიდრდნენ და ზოგადად იცხოვრონ ბევრად უკეთესად, ვიდრე ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობა ცხოვრობს. თუ თქვენ დაანძმა ყავთ, ალბათ ერთხელ მაინც დასჭილხართ მათ მაგივრად. გამიზნულად თუ შემთხვევით, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება ახლობელი ადამიანის საქციელის გამო არასამართლიანია, მაგრამ ჩრდილოეთ კორეაში შესაძლოა დამნაშავის მთლიანი სანათესაო დასაჯონ. ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელს დამნაშავის 3 მომდევნო თაობა იხდის. ამ კანონის მეშვეობით, სახელმწიფო მოსახლეობაში ბუნტის წარმოქმნის ალბათობას საკმაოდ ამცირებს. ბავშვები, რომლებიც ციხეში იბადებიან, პატიმრობაში რჩებიან, რადგანაც ისინი დამნაშავის ნათესავები არიან. ეს კანონი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ
გამოიღეს, რათა სამხრეთ კორეელი აჯანყებულების ოჯახები სრულიად გაენადგურებინათ. ახლა 21 საუკუნეა, ასე აღნიშნული კალენდართა უმეტესობაში. 168 ქვეყანა გრიგორიანულ კალენდარს იყენებს, ხოლო დანარჩენებს საკუთარი აქვთ. ჩრდილოეთ კორეაში იყენებენ სპეციალურ სისტემას, რომლის სახელიცაა ჩუჩხე. ეს იდეოლოგია ეფუძნება თვითუზრუნველყოფას და მსოფლიოსგან დამოუკიდებლობას. ჩუჩხეს კალენდარი 1912 წლის 15 აპრილიდან იწყება. სწორედ ამ დღეს დაიბადა კიმ ირ სენი. 1912 წლამდე მომხდარი მოვლენები მოსახლეობისთვის სრულიად უცნობია. ჩვენს დროში რთული აღმოვაჩინოთ ისეთი ნივთები, რომლებიც ცნობილ ბრენდებს არ უკავშირდება. ყველა სვამს კოკა-კოლას და ხშირად სტუმრობს მაკდონალდს, მაგრამ ჩრდილოეთ კორეაში ბრენდები არ უყვართ. განსაკუთრებულად ნეგატიური დამოკიდებულება მოსახლეობას ამერიკული ბრენდების მიმართ აქვთ, რადგანაც ისინი კაპიტალიზმის სახეს წარმოადგენენ, რაც კიმების კომუნისტური და სოციალისტური წყობის საპირისპიროა. ამიტომაც ჩრდილოეთ კორეა ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც კოკა-კოლა არ იყიდება და მაკდონალდსი არ არსებობს. სამაგიეროდ ქვეყანაში საკუთარი სტრაფიკების ობიექტები აქვთ, რომლებიც ძირითადად ტურისტებისთვის და ელიტისთვისაა განკუთვნილი. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ბურგერების ნაცვლად ტრადიციულ საკვებს მიირთმევს, მაგალითად კიმჩის და კარტოფილს. ნაწილობრივ ეს ყველაფერი დასავლეთისგან თავის არიდებით აიხსნება, მაგრამ რეალურად სანქციების გამო, რომელიც ამერიკამ ჩრდილოეთ კორეას დაუწესა, სხვა ქვეყნებთან ვაჭრობა ამ ქვეყნისთვის თითქმის შეუძლებელია. დედაქალაქში მდებარე დესონგის სავაჭრო ცენტრი ერთადერთია, სადაც ძვირადღირებულ ბრენდებს შეხვდებით. მათ შორისაა როლექსი, დიორი და ადიდასი. ცნობილია, რომ კიმ ჩენ ინის მეუღლე რისოლ ჯუ ამ ბრენდების აქსესუარებს ხშირად ყიდულობს. გამოდის, რომ ისინი აკრძალულია ღარიბებისთვის, მაგრამ მათი შეძენა დიდრებს უპრობლემოდ შეუძლიათ. რას გამოიტანთ ხანძრის დროს სახლიდან პირველ რიგში? ალბათ იმას, რაც თქვენთვის ყველაზე ძვირფასია. ჩრდილოეთ კორეაში ხანძრის დროს კიმ ირ სენისა და კიმ ჩენ ირის პორტრეტების გამოტანა პრიორიტეტულია. ხოლო ამის შემდეგ შეუძლიათ ადამიანებს ახლობლების გამოყვანა ან მნიშვნელოვანი ნივთების გამოტანა. 2020 წელს ორი შვილის დედა დააპატიმრეს მხოლოდ იმიტომ, რომ მან ხანძრიდან შვილები გამოიყვანა, ხოლო პორტრეტები სახლში დატოვა. 60-იან წლებში ამერიკაში ტელევიზორები თითქმის ყველა ოჯახში გამოჩნდა. იმ დროისთვის ადამიანებს მხოლოდ და მხოლოდ სამი არხის ნახვა შეეძლოთ. დღეისათვის არსებობს ასობით გადაცემა, რომელთა ნახვაც თავისუფლად შეგიძლიათ, მაგრამ ჩრდილოეთ კორეა ისევ წარსულშია ჩარჩენილი. ქვეყანაში მხოლოდ 4 სამთავრობო არხი ფუნქციონირებს, რომლებიც მუდმივად აჩვენებენ თუ რამდენად ძლიერი მმართველობა ჰყავთ და როგორ იზრდება მათი ეკონომიკა ყოველწლიურად. სხვა დანარჩენი ფილმები, მუსიკა და წიგნები აკრძალულია. თუ პროპაგანდის განყოფილება მოქალაქის სახლში რაიმე აკრძალულს აღმოაჩენს, მას მაშინვე ანადგურებენ. სასჯელი დამოკიდებულია კონტრაბანდის ტიპზე და მის წარმომავლობაზე. ინდური ფილმის ნახვისთვის ადამიანი შესაძლოა დააპატიმრონ, ხოლო ამერიკული ფილმისთვის სიკვდილით დასაჯონ. 2021 წელს დააპატიმრეს ადამიანი, რომელიც სამხრეთ კორეულ სერიალს კალმარის თამაშებს მალულად უყურებდა. დანაშაული სერიოზული იყო, რადგანაც სერიალში ჩრდილოეთ კორეის რეჟიმი ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენიებოდა. უამრავი ჩვენგანი ოცნებობს, რომ ოდესმე საკუთარი სახლი შეიძინოს, მაგრამ ჩრდილოეთ კორეაში, როგორც სხვა დანარჩენს უძრავ ქონებასაც მთავრობა აკონტროლებს. ყოველი შენობა სახელმწიფოს ეკუთვნის და საცხოვრებელ ადგილს მოსახლეობა მხოლოდ მთავრობის ნებართვით იღებს. უფრო რთული კი დიდ ქალაქებში საცხოვრებლად გადასვლა. მოქალაქეს დედაქალაქში ცხოვრებისთვის სპეციალური ნებართვა სჭირდება. გარდა ამისა, აკრძალულია ბინის ქირაობა ან მისი გადაცვლა, მაგრამ 2000 წლიდან მოსახლეობა კანონში არსებულ ერთ-ერთ ხვრელს იყენებს. მათ არ აქვთ საკუთრების უფლება, მაგრამ აქვთ ცხოვრების უფლება, რასაც ადასტურებს განსაკუთრებული სერტიფიკატი. ამ საბუთში ჩაწერილია თუ საცხოვრობს კონკრეტულად ადამიანი. კორეელები ახალ სერტიფიკატებს სხვა სახელზე იღებენ, ხოლო ძველებს აუქმებენ. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ყველაფერი უკანონოა, აუცილებელია ქრთამი, რათა ადამიანმა ქალაქის მერიის წარმომადგენელი მოისყიდოს. ამ პრობლემას სიგარეტის კოლოფი ან კარგი ალკოჰოლის ბოთლი მოაგვარებს. მაგრამ თუ მოქალაქე საჯარო მოხელისთვის თანხის მიცემას გადაწყვეტს, მაშინ 50-დან 100 დოლარამდე საკმარისი იქნება. თუ ადამიანის თავისუფალი ნების აკრძალვას აპირებ, არ გაგიგვირდეს, რომ ისინი წინააღმდეგობას გაგიწევენ.